ანთილიყო ის ნაძვისყე. უნდა ანთილიყო, აბარა უნდა ყოფილიყო. აი თქვენს პატრონს თქვენსას, თქვენს პატრონს. თქვენ ოროსნებო თქვენა. ხო ხვდებით რომ სულ ყველა ხართ უკვე ოროსნები. რომ ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა და მთავარი მოდელი. ხალბატონო ელენეს ციხეში შენახვა ყველა ჩვენთაგან დაგვიჯდება 15,000 ლარი. უმცროსი შვილებს 12 წელი შეუსრულდათ ახლა სულ რაღაცა ხო გუშ 2 დღის წინ. აქამდე საერთოდ 11 წლის იყვნენ ეს ბავშვები. კი, სანქცია, აქცია, ალტერნატივა. თანაზო და გაგირი ხეთუარა. მენდი ჯერ სოლიდარობას უცხადებ რა თქმა უნდა ეკას, იმიტომ რომ ეს არის საოცარი ადამიანი, საოცარი მებრძოლი, ულამაზესი. როგორ თქვი? ულამაზესი. დედა გეყოლება უაჯვარი მეგრელია. შევიდა ტაძარში რა თქმა უნდა მარგველაშვილი და ვერც სალომე ზურაბიშვილი, იმიტომ რომ თურმე პროტოკოლით ბოდიში პროტოკოლით არ ყოფილა გათვლილი. დიდი მადლობა რომ მომაწოდეთ მიკროსკოპი და მაგ შესაძლებლობა რომ გამოვთქვა ჩემი სუბსტანციური აზრი. ესეც გშურთ კოცხრებია კოცებო, სუპიხრებია კოცებო, ესეც გშურთ ხო? ჩვენი რომ თურმე დალაგებულად ვსაუბრობთ. მე ვინც მიცნობს. ის ალბათ იმ წუთშიდაც გაიფიქრებს, რომ ნეტა მაგას რა თუნა ვინმეს დაწერილი ტექსტი. მე ტექსტი ინგლისური არ მისწავლია. მე ტექსტი ინგლისურისა. ქართული სიტყვებით რო დამიწეროთ. ხო? ისე ჩავასხიპინებ, იმდენს ვიკითხავ იმას, რომ ჩავასხიპინებ, ვიღაცას ეგონება, რომ ეს ეთყობა იცის ამან ინგლისური და ამ დროს ერთი სიტყვა არ ვიცი ინგლისური, ხო? ისე ვისწავლი იმას, რომ არ შევწყვე. ტელევიზია ხო, ნანუკა ჟორჟოლიანი დამიწერს მე ტექსტს. თუ ნიკა გვარამიან სიტყვაზე, თქვენი საქმე არ არის ჯერ ეს ერთი ესა. როცა ბიძინაზე დიდი გავლენა დღემდე აქვს მარგველაშვილსაც და დღემდე აქვს ზურაბიშვილსაც. მაინტერესებს უბრალოდ რას მეტყვიან, როცა ესე ვთქვათ იმის გარეშე იქნებიან თოფების და სასამართლოების და ციხის საკნების გარეშე უბრალოდ ერთ-ერთზე როგორც ადამიანს რა პასუხს გამცემენ ეს მაინტერესებს და ამ პასუხებისთვის მომიზადონ ურჩევ მაგათ სულ ყველას. ვაიმე რა ვიკაცე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გადადის კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე. ასეთი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. მე წარმოვადგენ ჩემ ქვეყანას და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. არიან შეშინებული, რომ აქ ნაცები კი არ მოbrunდებიან მათ გასასამართლებად. ჰააგაში წავლენ საერთოდ. და არც ერთი ხელისუფლების პირობებში, არც ერთ რეალობაში ასეთი კრიზისი ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არ ყოფილა. ხეხის დაზიანება მაქვს სერიოზული, ხელოვნებაზე მაქვს დაზიანება, სმენაზე მაქვს დაზიანება, ნეკნები მქონდა მოტეხილი, მქონდა ტვინის შერყევა, და ეს ანგარიში მე ვიტყოდი იყო ტექტოგენური, ასე ვთქვათ, მოვლენა. საიდან იყო ეს ბიტკი მარჯვნიდან თუ მარცხნივ? ვერ დავივიწყებ ჩვენი სამშობლოს სახელით, იმიტომ რომ ჩემი პატიმრობა, ელენეს პატიმრობა, ნიკას პატიმრობა, ზურას პატიმრობა ამ ქვეყანას ვნებს. აქ მე კი არ გადამცემენ ჰააგას. ირაკლი კობახიძეს გადასცემენ ჰააგას. ნიკა გვარამია არ გინდათ, რა ვიცი, ვინც არ გინდა, ნებისმიერი სხვა. ჯვაწიეთ გვერდზე. თუ გამოდით წინ, ჩარეცხეთ. საქართველოს ეყოლება დემოკრატიული, ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ქართულ ხალხს. პროამერიკელ, განსაკუთრებით პროამერიკელ, სხვათა შორის ქართულ ხალხს, ხო? კაი, ჩემი დედას პიცა ვარ. იცი რა, უკვე ეს ქვეყანა გახდა მთლიანად ბოსტანი. შვილი ყამავისინე, იგი ნახული, შეყარბიდალო. ფიქრია ჭიხრაძე სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ის გაკვეთით გაერთიანდა ოპოზიცია. დაკვეთა იყო საზოგადოების და ქართველი ხალხის. უცხოეთიდან არ მიგიღიათ ეს დეპუტატი. არავითარ შემთხვევაში დამკვეთი ერთიანობისა, პოლიტიკური პარტიების გაერთიანებისა, საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანებისა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი. და ესეც რო იყოს, ვთქვათ, მართლა უსამშობლოები ვართ, მართლა უჯიშოები ვართ, მართლა ყველანი აგენტები ვართ. ზოგი ციხეში ზის. ზოგს ფინანსური პრობლემები აქვს, ჯარიმები აქვს, ოჯახის წევრების დაჭერით ემუქრებიან, პარტიების გაუქმებით ემუქრებიან. თუ ყველას დედა გვაქვს. იო, გასაგებია. დაგულებს ეს ცემეს გვაგინეს. მაინც რა. ქართული სტუდენტობა სულ იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას.
გამოუღებლად. ქართველი დედა დაასაფლავა. ქართველი დედა. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება და სანამდე ეს ყველაფერი ძალიან ცუდა დაუბრუნდება წყალთან. თავისუფლება ელენას აი ხლე ეს რეკის გაშინჯა გათო ჯანთელია ვიტყვი. აი ულამაზესი ფრინველი, აი შენც გედი რატო უნდა გერქვას და აი იმ ყლეობას იმის დედას რო შევეცით ილას და საღამოს და ალამდე. რევოლუცია არ არის ცუდი ისა. ევოლუცია და რევოლუცია სხვათა შორის ერთმანეთთან მოდის. თანაზო და გაგდე, აჰა, გაგირიცეთ ყლეობა აღნიშნული საქმის განხილვაში ეს გადაწყვეტილება ცალსახად არ ეხება მხოლოდ ელენა ხოშტარიას და მის ბედს. ხუიდე ლავო კოლა. მოუშვი და შედალოცვიო. ნამდვილი გოგო და ბიჭია. ოპოზიციური ალიანსი რას ეფუძნება, ანუ ვინ ვართ, ხო? სამი მთავარი პრინციპი, ეს არის პატიოსნება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი რა, სამშობლოს სიყვარული. ეს სამი მთავარი. ეს ჩვენ ვეუბნებით თავი. დავიხასიათეთ რა. საბატონ მარშის ხარე. ქმოზოჯით ფილარმონიაში ოწოხლი შპიცაცის. პლუს არტყოჩ ქიმიონით და მიორთ მარგალებს მანგარო წალენჯი ხა. კანდიდატი მოდელი შედმა. შაბათი მარშის დღეა, მე მივდივარ მარშზე, წამოდი შეს და წამოიყვანე ერთი ადამიანი. შვილი მომავსვენე, იდი ნახო, შეღარ პიტალო. ცოტა დავფიქრებული ყარვი, სად ვუშვებ მე შეცდომას? რატო ვერ ვაგებინებ ადამიანებს, რომ მე მინდა კარგი ჩემი ქვეყნისთვის, ხომ? მე ხო გულწრფელად ვიბრძვი ჩემი სამშობლოსთვის და ისე თქვენი დედა ფიქრობთ რომ ბატონ დავით სიმართლე გითხრათ, გამაყოფ ხალხის სამსახურში რომ ვარ და უკვე მეორედ გაბარებთ საქმიანობის ანგარიშს. იმედი მაქვს რომ გააგრძელებთ ჩემს მხარდაჭერას, კომენტარებში დაგიტოვებთ ანგარიშის ნომრებს. გადავცელოთ, მეგობრებო.